დაიწყო main card-ის პირველი ბრძოლა. შეახეს ხელმძღვანელები ერთმანეთს. ძალიან გახსნილი დგომი აქვს მობინას. მობინას ნამდვილად ძალიან გახსნილი აქვს თან შედარებით ბორენას. ბორენა კარგად იცავს, ხელისევით აქვს. მაღალი დგომი აქვს ასევე. რაც ხელს შეუწყობს ტეიქდაუნების მცდელობებს ბორენას მხარეს. ფრონტ კიკების დიდი ეფექტურობა მგონი არ არის მობინას მხრიდან. ძარიელზე გასროლილი იყო ეს რამდენიმე ფრონტ კიკი. მესამე. შევიდა ბორენა. ნახოთ დაასრულებს თუ არა კლინჩიდან მიწაზე გადაყვანას. მაიკას ეჭიდება აქ ბანსურს. სწორად მიუწევს რეფერი. ჩემი ფეხებში უნდა იცადოს ბორენა ჩასვლას თუ კლინჩი არის. ძალიან კარგად ძალიან დომინანტური იყო. დააფიქსირა. შევიჟენიშვილის სრულიად ტყუილი იყო. ძალიან მაგრად გადაიყვანა. შტამბის დავი იყო ეს ბორენასგან ნამდვილად. აუდიტორია მოუწოდებს ამ ხნევებს ბორენას. კარგად იცავს, სხვათა შორის ბაბინა პოზიციას არ აუმჯობესებინებს ბორენას. მუშაობს ბორენა. მომენტზე როდესაც აფეთქდება და კი საიძე ცდილობს გადასვლას ბორენა, მაგრამ ფეხიც უჭირს თვითონაც კარგად აკონტროლებს. ფულმაუნტზე აღმოჩნდა, რაც ალბათ ჩაფიქრებული ქონდა, თუმცა აქ ძალიან კარგად ცდილობს დაიცვას თავი მობინა. აი უკვე ground and pound-ი დაიწყო და უკვე ფულმაუნტში არის ბორენა. კარგად უჭირავს თავი. შეიძლება ფინიშიც ვიხილოთ, ისეთი კაი პოზიცია უჭირავს, თუ არ გამოიწვინა თავი ოპონენტმა მობინამ. კარგად აკონტროლებს შეხედა აი ფეხებითაც. და როგორ ენერგიულად ცდილობს პოზიცია დააკარგვინოს. ბალანსი აურიოს ბორენას. კარგი დარტყმები აი აქედან კაი პოზიცია და შეიძლება არმბარზე გადავიდეს ბორენა. ბევრი ოპშენი აქვს. ბევრი შესაძლებლობა აქვს ბორენას. არმბარს ახასიათებს ის რომ თუ არმბარი არ გამოგივა პოზიციას კარგავ. კი, სრულიად. 95% სრულიად. მაგრამ აი rear naked choke-ი აიღო და მგონი თითქმის და არა ვერ დაასრულა. ხელი არ აქვს უკეთესი პოზიცია ჭირდება ეხა. ის რის ქვეშ არ აქვს ხელი კარგად შესრულებული. კარგად აკონტროლებს. ჩემი აზრით დაასრულებს ამ იმას. კი, დაასრულებს. არა, ყბაზე აქვს. მაგრამ ყბაც შეუულია. ყბითაც შეუულია დააფინიშოს ბორენას. ნეკრეკი ძალიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ შეუულია თავისუფლად ეგ. აყენებს აქ დარტყმებს. რო გაათავისუფლოს ყბა, შეაცუროს ხელი. ან თუნდაც ისეთი აქტიურობა შეთავაზოს რეფერი, აი მოუწოდებს კიდეც აქტიურობისკენ. ისევ full mount-ზე დაბრუნდა ბორენა, პოზიცია მშვენიერია ორივე, რაც ქონდა. ვერც ერთმა მეტოქემ ბორენას კარიერაში ამ საბრძოლო სტილს ვერ მოუნახა პასუხი და ვერ მოუნახა გზა, რომ აი აქ არ მოხდეს და თუ აქ მოხდა ბორენას მეტოქე ყველაფერი უკვე კარგად ნანახ სცენარს მიგავსება. აი პასუხით. მაგრამ ნუ ეს დროებითი, ძალიან დროებითი დაუბრუნდა ბორენა, ისე უკან ზურგი აიღო თითქმის გააიღო. ოქტაგონზე და დასრულდება ყველაფერი. კი, ტექნიკური ნოკაუტი. ჩაერია ბაუჯაჟუმანოვი და პირველი რაუნდის TKO ნოკაუტი ბორენასთვის. ხო, ეს ამის გაგრძელებას აზრი არ ქონდა, გაბრწყელებული იყო. უდიდესი კიდევ ერთი გამარჯვება, რომელიც მე-6 გამარჯვება. კი, უდიდესი სხვაობა იყო ძალაში, რაც იდეალურად გამოიყენა ბორენამ, მიწაზეც, ფეხზეც, კლინჩიც, ყველა პოზიციაში და ყველა მომენტში. ბორენაც ერთვადისთვის. აჩვენა რომ ამ ძალის პასუხი არ ქონდა მობინა ბაბანაც. გილოცავთ ბორენამ მე-6 გამარჯვებას კარიერაში. და აგრძელებს ის დაუმარცხებელ სერიას. ამ პოზიციაში ბორენა უბრალოდ შეუჩერებელი და კი ხა აქედან კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა ხელიც დაჭერილი ქონდა მარცხენა ოპონენტისთან.
დაუცველი იყო ფაქტიურად. And the very first round, the referee in charge of the octagon has stopped this contest at 3 minutes and 57 seconds. And your winner is, with TKO, Borena Tsertsvadze! გოგოებმა შესანიშნავი სანახაობა შემოგთავაზეს ბოლო ორ ბრძოლაში. ორივე პირველი რაუნდის ფინიში. KO და ნოკაუტი, TKO. ერთი TKO. ბატონო. ჩვენთვის ჩვენი გულის გასახარებლად ორივე ძალიან პირველ რიგში ილოცავ გამარჯვებას. დამაჯერებელი უკვე მე-6 გამარჯვებაა შენი პროფესიონალურ კარიერაში. შეასრულე შეიძლება ითქვას ის კადრებში, რასაც თამაშობდი დიდგორის ფილმში და დღესაც არაჩვეულებრივი გამარჯვება მოიპოვე. რას ეთქვი შენს თაყვანისმცემელ გულშემატკივრებს? პირველ რიგში ეს ბრძოლა მინდა მიუძღვა დედაჩემს და ასევე იმ ადამიანს, რომელიც დღეს აუცილებლად არ ჭირდებოდა ჩემთან ერთად. ეს არის დედაჩემის ძმა, ბიძაჩემი, რომელიც 2 კვირის უკან გარდაიცვალა. ასე მინდა რომ ჩემ ბრძოლა მიუძღვა აქ ყველა დამსწრე საზოგადოებას, იმიტომ რომ ეს არის არა მხოლოდ ის გამარჯვება, რაც მე სიტყვაზე ვთქვათ ამ ოქტაგონზე მოვიპოვე, არამედ ეს არის გამარჯვება, როცა დღეს ჩემი თითოეული ოჯახის წევრი აიაგზის და ესენი დღეს უკვე მე გულშემატკივრობენ, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან იყო მომენტი, რომ რაღაცა წინაღობები მქონდა. ასევე თითოეულ ჩემს რა ვიცი, ახლობელ ადამიანს, ჩემი გუნდის წევრს, ჩემს მწვრთნელებს, იმ ადამიანებს, ვინც ჩემს დღევანდელ აი ამ მდგომარეობაზე ერთი რამე აი მინიმალური თუ მაინც გაუკეთებია, ყველას მინდა დიდი მადლობა გადაუხადო. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ამ გზაზე მოვდივარ და ყოველთვის ვიცი, რომ ისინი იქნებიან ჩემი ზურგი და ისინი არა მარტო მუდამ ნომერ პირველები არიან ცხოვრებაში, არამედ ნომერ მუდამ პირველი ადამიანები არიან და ძალიან დიდი მადლობა მათ. დღეს რომ მე აქ ვდგავარ, მათი ძალიან დიდი დამსახურებაა. მადლობა მინდა გადაუხადო მემეტეს გუნდს, ბატონ გიორგი კაპულაშვილს, იმიტომ რომ მე მან მომცა შესაძლებლობა, რომ დღეს ეს ბრძოლა ჩამეტარებინა და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მეჩვენებინა თუ რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ადამიანს თუ მას სურვილი აქვს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ პატარებს, რომლებიც დღეს აგზიან და ესე გულშემატკივრობენ. მადლობა ყველას. დიდი მადლობა ბორენა. მიულოცოთ კიდევ ერთხელ გამარჯვება. ბორენა Tsertsvadze! ემოციური გამარჯვების სიტყვა მოვისმინეთ ბორენასგან. გულოცავთ კიდევ ერთხელ.